მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ უკვე მეშვიდე ხდებით ერთმანეთს ამ ფორმატით და დიდი ინტერესით ველოდებოდით თქვენს კითხვებს. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ დიალოგის ამ ჩაწერამდე მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ, თქვენი კითხვები აუცილებლად იქნებოდა, ასე რომ მგონი კარგი იქნება თუ მაინც შევეხები ამ კონკრეტულ თემებს და დავიწყოთ მოდი მარიხუანას დეკრიმინალიზაციისკენ მიმართული განწყობით, რომლის შესახებ ღიად გამოთქვეს თავისი დამოკიდებულება მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფებმა. საკითხი დგას ცალსახად, სასჯელი არაადეკვატურია და საჭიროებს კანონის გაუმჯობესებას. მინდა მთელმა საზოგადოებამ სრულად გავაცნობიეროთ ნარკომანიასთან ბრძოლა. ახალგაზრდებში სინთეთიკური ნარკოტიკების კატასტროფული მოხმარების მაჩვენებელი ეს კომპლექსურად მუშაობას მოითხოვს. აქ უნდა იყოს ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო იურისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სოციოლოგები და ყველამ ერთად უნდა მოაგვარონ ეს საკითხი. მარიხუანას ლეგალიზაციით მძიმე ნარკოტიკული საშუალებების ჩანაცვლების მოლოდინი არის კვლევის საგანი და ასე ხელაღებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მგონი უფრო პოპულიზმის ელემენტებს შეიცავს ვიდრე საკითხის გააზრებას, სერიოზულ გაცნობიერებას და გადაჭრის სურვილს. შესაბამისად, როცა ვიძახით განახლებას და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩვევის გამომუშავებას, ეს არ არის არც პროპაგანდისტული ლოზუნგი და არც ცარიელი გაუაზრებელი სიტყვები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრობლემების და ბარიერების დაძლევა, არაერთი ხელის დაკვრით და ერთჯერადი ეფექტის გულისთვის, არამედ საფუძვლიანი და შორს მიმავალი დადებითი შედეგისთვის. მეორე საკითხი ეს არის სააკაშვილის უკრაინაში შრომით მოწყობას. ჩემის აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით ამდენი ლაპარაკი ფიქრობა არ ღირს. ეს არის კონკრეტულად ამ პიროვნების და მისი ამჟამინდელი დამსაქმებლის კომუნიკაციის შედეგი და ფიქრობა არ მესმის რატომ მონაწილეობთ ჩვენ უნებურად თუ შეგნებულად ამ პირის ამჟამინდელი საქმიანობის პიარში. მოკლედ შევეხები სააკაშვილის მოქალაქეობის თემასაც, არ ვაპირებ არც დიდაქტიკას მორალზე და შეგნებაზე და არც დისკუსიაში შესვლას ამ კონკრეტულ თემაზე მის თანამოაზრეებთან, უბრალოდ შეგახსენებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეობას. თუნდაც ნაციონალებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და ეხლა ტყუილად გეკულწობენ. გვახსოვს პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით მათმა რეჟიმმა ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ მისცა მოქალაქეობა. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ძალიან კარგად ესმოდათ თუნდაც რიგითი მოქალაქისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ კუთვნილებას. სააკაშვილი და მისი გარემოცვა ისევ თავის ჩვეულ სტილში ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს და განაგრძობს დემაგოგობას. ფაქტი ურყევია, სააკაშვილი და ჩვენ თანამემამულეები აღარა ვართ. აქვე აღნიშნავ, რომ შეგნებულად არ გამიკეთებია ნაციონალების შიდა პარტიულ პრობლემებზე და პერეტურბაციებზე კომენტარი და არც არასდროს ვაპირებ რომელიმე პარტიის შიდა კონფლიქტები განვიხილო. არა ეს აქტუალური იმ ფონზე, როცა უამრავი სასაუბრო და სადისკუსიო თემაა ჩვენს ირგვლივ. მოდი გადავიდეთ უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ძალიან ბევრი კითხვა იქნა გამოგზავნილი და მაქსიმალურად ვეცდები ყველა თქვენს მიერ გამოგზავნილ შეკითხვას უპასუხო. ქალბატონი იზო ქვაბიშვილი, ბატონო კახა, იქნება თუ არა შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები ყველა ჩვენს გარდა გაშმაგებულად ემზადებიან. ქალბატონო იზო, მას მე მგონი რაც მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა არჩევნებზე, ნებისმიერი არჩევნები საქართველოში იყო უზარმაზარ სოციალურ სტრესთან დაკავშირებული. ცხადია, ყველანი აცნობიერებთ, რამხელა ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს არჩევნები. შესაბამისად, ვადამდელის შესახებ მოლოდინები ან საუბრები პირადად მე არამართებულად მიმაჩნია. თუმცა, თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ აუცილებლობის წინაშე დავდგებით, ვფიქრობ, არც ეს არ არის პრობლემა. მაგრამ ვისაც რაიმე არ მოსწონს ხელისუფლების მიერ ჩატარებული მუშაობიდან ვადამდელი კი არ უნდა ითხოვოს, ვფიქრობ, ამით პოპულისტური კულები არ უნდა დაიწეროს, არამედ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში იყოს მთავრობასთან, გამოასწორებინოს სადმე თუ გადაცნომაა და სადაც ხელის წაშველებაა საჭირო წააშველოს, დაეხმაროს ზუსტად ესაა ტესტი, დაგვანახოს ქვეყნის ნორმალურად განვითარებაზე მზრუნველი რომელი პოლიტიკური ძალა გვყავს. მე ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყანაში უნდა
გამრავლდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. აქვე ქალბატონი ხათუნაციც ავაწერს, რომ ამდენ კითხვებს როგორ უპასუხებს. მინდა გითხრათ, რომ არ არის ქალბატონი ხათუნა პასუხებისთვის დროის გამონახვის პრობლემა ნამდვილად. რამდენიმე დღეში ეს შესაძლებელია ნებისმიერი დატვირთვის პირობებშიც კი. თან ამ დიალოგის წარმოების სურვილი ხომ ზუსტად იმიტომ მქონდა, ყოფილიყო ინფორმაციის მიღების, გაცვლის დამატებითი საშუალება. მარტო სოციალურ ქსელებში განთავსებული კომენტარები კომუნიკაციის არასრულყოფილი რეჟიმია. ამ სახის ურთიერთობა კი მეხმარება გავაანალიზო, რა მოგწონთ ან რა გაწუხებთ, რა არის პრობლემები და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო რეჟიმია, რომ ჩვენ ასეთ რეჟიმში გვიწევს ურთიერთობა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, უკვე მეშვიდე ხვდებით ამ ფორმატში ერთმანეთს. შემდეგი შეკითხვა ზალს ტურვა, ბატონო კახი, წინასაარჩევნოდ ამბობდით, რომ ნაცმოძრაობა როგორც პოლიტიკური სუბიექტი უნდა დასამარდესო. მიუხედავად დაპირებისა, დღესაც თანამდებობებზეა ის ხალხი, ვინც თქვენ და ქართული ოცნების მხარდაჭერებს დევნიდა. სანამ უნდა გაგრძელდეს შერჩევითი სამართალი და ნაციონალების თარეში თანამდებობებიდან თანამდებობებზე. ბატონო ზალ, მინდა გითხრათ, რომ მე ვდგავარ მოსახლეობის გვერდით, იმ განწყობაში, რომ ეს პარტია არის საქართველოს წარსული და მათ როგორც პოლიტიკურ გუნდს დანაშაული მიუძღვის მოსახლეობის წინაშე. ეს ხალხი არის დღესაც პოლიტიკური ანგარებით შეპყრობილი და თავიანთი დამარცხებიდან არანაირი დასკვნები არ გამოუტანიათ. არც სინანული უჩვენებიათ ხალხისთვის. სრულიად ანულირებული აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება და არასდროს უფიქრიათ მთლიანობაში ქვეყნის კეთილდღეობაზე. ადამიანები, რომლებიც ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყვნენ რაღაც პოზიციებზე დასაქმებული, ჩვენ მოვედით და ყველა დავამშვიდეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით ტერორი და უკანონობა არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა. რა აზრი ქონდა ხელისუფლების ცვლას, თუ იგივე მეთოდებით და პრიორიტეტებით გაიწყებოდა ქვეყნის მართვა, რასაც წინა ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა და ამას ჩვენ ყველა ერთად ვებრძოდით. მეორე საკითხია კანონის წინაშე დამნაშავე ნაციონალები. აქაც სრულად ვიზიარებ ხალხის აზრს, განწყობას და მოთხოვნას. აღშფოთებასაც კი, რომ შესაბამისი სამსახურები უფრო მოქნილები და ოპერატიულები უნდა ყოფილიყვნენ მათი კანონის მიხედვით დასჯაში. უკვე და მეტწილად პასუხი ეგო ყველას, ვინც სამართლებრივად დამნაშავე იყო, ვისაც დანაშაული ჰქონდა ქვეყნის და ხალხის წინაშე. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, გავიხსენოთ რა წლები, რა წნეხი გაიარა პროკურატურამ, სასამართლომ და მთლიანად ძალოვანმა უწყებამ. გავიხსენოთ თითქმის 2 ათეული წელი ეს სისტემა რა დღეში იყო და რა პროცესები მიმდინარეობდა შიგნით და ხდებოდა და რა ხდებოდა ქვეყანაში. უცებ ერთი ხელის მოსმით არაფერი არ ხდება ჩვენ და სამწუხაროდ. მთავარია რომ პროცესი მიდიოდეს და სწორი მიმართულებით. მე ამას ვხედავ და მინდა დაგარწმუნოთ. საქართველოს არასდროს დაბრუნდება წარსულში, ნიშნავს რომ არც უშუქობა იქნება, არც გაჭირვება, არც უკანონობა, არც ციხეებში სისტემური ცემა და მკვლელობები, არც კლანური მმართველობა და არც გაყალბებული არჩევნები. ეს ძალიან კარგი საძირკველია და სულ რაღაც 2 წელზე მეტია ჩვენ ეს საძირკველი ჩავყარეთ. თავარია არ დაგვეზაროს ახლა ქვეყნის მშენებლობა, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაზე ძნელი პერიოდები ჩვენმა ქვეყანამ უკვე გაიარა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში თითეული თქვენთაგანის, თითეული ჩვენთაგანის ძალიან დიდი დამსახურება. შემდეგი კითხვა მიშა შენგელია სამტრედიის ქუჩებში კი არა ცენტრალურ ქუჩებზე ოდესმე თუ დაიგება გზის საფარი და თუ ჩამოდიხართ სამტრედიაში ერთხელ მაინც თუ ჩაგვარდნიათ მანქანა იამაში რომ ეს პრობლემა მოგეგვარებინათ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამტრედიაში მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ქუჩაზე მოხდა ახალი საფარის დაგება, თუმცა ეს პრობლემა რა თქმა უნდა ძალიან წლების განმავლობაში იყო სამტრედიის რაიონში. 9 წლის განმავლობაში არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა და ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა გზების მდგომარეობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პრობლემები არის, აქ არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ პრობლემები არ არის, თუმცა ეს ეტაპობრივად ყველაფერი ხორციელდება და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება სამომავლოდ. შემდეგი კითხვა ანა ჯაყელი ბატონო კახა იქნებ გაგვიმარტოთ ევროკავშირი და ნატო რად გინდათ და სწრაფვა რას ნიშნავს? ქალბატონო ნატო
კალბატონო ანა, უკაცრავად, ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მსოფლმხედველობის, პოლიტიკური განწყობის დაფიქსირება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. გულახდილად რომ გითხრათ, სწრაფვა სიტყვა ჩემთვისაც ცოტა პათეტიკურია. ჩვენ გვაქვს უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა, ისტორიულად ჩვენ ყოველთვის ვიყავით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქართველოს ვართ ევროპის აკვანი და აზიის კარიბჭე. ჩვენ ვართ მუდმივი ხიდი ამ ორ ცივილიზაციას შორის, რომელიც ერთმანეთის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ იდეურად, მენტალურად არსად სწრაფვა არ გჭირდება. ჩვენ ვართ ჩვენს ადგილზე, იქ სადაც უნდა ვიყოთ. ჩვენი ევროპული ღირებულებებით და აზიური სიბრძნით. ესაა ჩვენი არსი, ხოლო ის რაც უნდა განხორციელდეს და დაინერგოს ქვეყანაში, არის თანამედროვე ევროპული სტანდარტი. ყველა მიმართულებით, კანონმდებლობაში, სოციალურ პაკეტებში, უსაფრთხოებაში და სამოქალაქო აქტივობებში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ვინაიდან გვაქვს ახალი, მრავალჭირგადატანილი დემოკრატია, თავისი სწორი განვითარების გზის დასაწყისში. ჩვენ ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში გვჭირდება საერთო ევროპული სტანდარტი. ჩვენ გვეხმარებიან შესაბამისი მიზნების მიღწევაში და ეს არის ჰარმონიული ბუნებრივი ტექნიკური პროცესი, რომელიც ორგანულად ერგება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. შემდეგი კითხვა მარინ ერთველაძე, ბატონო კახი, მაინტერესებს თუ გაქვთ პასუხი, რატომ არ ახორციელებს მთავრობა სასმელი წყლის წარმოების და საზღვარგარეთ გაყიდვის პროექტს. სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში მიდის საუბრები, მთავრობა კი დუმს. რატომ? რაც შეეხება წყლის წარმოებას, მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრი კერძო კომპანია საქართველოში, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ვფიქრობ, არასწორი იქნება სახელმწიფო ჩაერიოს, სახელმწიფო მაწარმოოს ბიზნესი, ეს იქნება კერძო ბიზნესთან სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციაში შესვლა. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული ბევრი კომპანია არის საქართველოში, ვინც მოღვაწეობს და დარწმუნებული ვარ, მათ ინტერესით შედის, რომ საქართველოში წარმოებული წყლის გატანა მოახერხონ სხვადასხვა ქვეყნებში და მე როგორც ვიცით, მაქვს ინფორმაცია ამ მიმართულებით, ისინი ძალიან წარმატებულად მოღვაწეობენ. როგორ შეაფასებთ რიგის სამიტს და ასევე არის მეორე შეკითხვა კალბატონ ნონა კოპაძე, რა მოლოდინები იყო რიგის სამიტიდან და რეალურად რა შედეგი მივიღეთ. პირველ შეკითხვას სვავს კალბატონი თამარ ბოჭორიშვილი. შეფასება მაქვს პრაგმატული და არაემოციური, აერში გამოკიდებული იმედების ნაცვლად ხალხს რეალური შედეგი დაუდოთ. ამას უნდა მუშაობა და პირველ რიგში ხალხის მოსახლეობის მუშაობა და სურვილი იცხოვროს თანამედროვე ქვეყანაში, იცხოვროს დემოკრატიულ კომფორტში. ეს ნიშნავს თავისუფალ სასამართლოს, ეს ნიშნავს უსაფრთხო გარემოს, ეს ნიშნავს სოციალურ პროექტებს, სუფთა ჰაერს, მავნე პროდუქციისგან დაცვას და განათლების გამართულ სისტემას, შრომის დაცვას, მოქალაქეების პიროვნული თავისუფლების უზრუნველყოფას. ეს ნიშნავს საერთაშორისო ფერხულში ჩაბმას, ენერგეტიკაში, ვაჭრობაში, კულტურაში, განათლებაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო, ვიქნებით შემდგარი და აწყობილი. მოგეხსენებათ, პუნქტობრივად იყო გავლილი ყველა ის საერთო ევროპული ვალდებულებები და რეკომენდაციები, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანამ უნდა განახორციელოს. ნაწილი შესრულებული გვაქვს, ნაწილზეც დამატებით რეკომენდაციები მივიღეთ და განხორციელების ვადები გვაქვს. ჩვენ გვაქვს პრაგმატული დამოკიდებულება და არა პროპაგანდისტული. რეალობა ევროპასთან ურთიერთობაში არის ის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური ფონი ადეკვატური გახდეს ევროპულის. ამის მისაღწევად პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ამ პროცესებში თითეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს აუცილებლად ჩართული. შემდეგი კითხვა თამას ქავთარაძე, ვინც გვერდზე გედგათ არჩევნებზე, რატომ დაიკიდეთ ფეხებზე მომავალში, რისი იმედი გაქვთ? ბატონ თამას, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი მხარდამჭერები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ფეხებზე დავიკიდეთ. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ იცით, რომ გამოცხადდა სპეციალურად ტესტირება, ყველა იმ ადამიანს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა, ვისაც შესაბამისი განათლება, შესაბამისი ინტელექტი აქვს, მიიღოს მონაწილეობა ამ გამოცდებში, ამ ტესტირებაში და თუ შესაბამისად იქნა
გადალახული თქვენს მიერ, გექნებათ საშუალება დაიკავოთ კონკრეტული თანამდებობები. თუმცა აქაც არის ძალიან ბევრი კითხვები, მე ბევრი კითხვა შემომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ადამიანები, ვინც მართლა ღირსეულად ჩააბარა ეს გამოცდები, გადალახა ის ტესტირება, მიიღო შესაბამისი გულები, მაინც ვერ მოხვდნენ იმ კონკრეტულ გამოცხადებულ ვაკანსიებზე. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა და აუცილებლად მოვიკითხავთ და აუცილებლად უნდა მოვკითხოთ კონკრეტულ იმ დამგეობებს იქნება ეს თუ კონკრეტული სამსახურები, სადაც იქნა გამოცხადებული ეს ვაკანსიები, გადაილახა გარკვეული პიროვნებების მიერ მიიღეს შესაბამისი გულები და შემდეგ მაინც არ მოხდა ამ ადამიანების დანიშვნა. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა და მე აუცილებლად დავინტერესდები ამ კონკრეტული ფაქტებით. შემდეგი კითხვა, ლალი კუტუბიძე, ბიუჯეტის ფულის ფლანგვაზე ვინმემ თუ უნდა აგოს პასუხი? კადრებზე, ნეპოტიზმზე? ქალბატონო ლალი, მინდა გითხრათ, რომ პასუხს აგებს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ვინც იქნება დამნაშავე კანონის წინაშე, ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბიუჯეტის არაკანონიერი ხარჯვა, ეს იქნება ნეპოტიზმი თუ სხვადასხვა მიმართულებები. ბატონი გოგი ხაჭაპურიძე, ბატონო კახა, ქართული ოცნების მხარდამჭერები ხან ალასანი ასლანძღავენ, ხან ნაცევს, ხან ბურჯანაძეს, ოპოზიცია არ გინდათ თქვენ როგორ უყურებთ ამ პარტიებს? მოდით დავკონკრეტდეთ, ყველა პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე თავისი სიმპათიების მიღმა არსებულს ლანძღავს. ეს განპირობებულია იმით, რომ ადამიანებში აგრესია ძალიან დაგროვდა ეს წლები და ეძებს გამოსავალს ამ საშუალებით. ცხადი ამას ერთვის სოციალური ფონი და პოლიტიკური ბრძოლის ტრადიცია წესების გარეშე. ვწოდავთ ასეთი განწყობების აკუმულირებაში, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსები, მედია, ექსპერტები, პარტიული აქტივისტები, ჩვენში დაკანონებულია პოლიტიკური ოპონირების რბილად რომ ვთქვათ, უცნაური სტილი, ლანძღვა გინებით და უსაგნო კონფრონტაციით. შედეგად კი საერთო საქმე ფუჭდება, ამით ადამიანები გაღიზიანებულები არიან და ეს კვლავაც საბაბი ხდება აგრესიისთვის. შეკრული წრიადად ჩემი ოცნებაა საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა, ახალი პოლიტიკური რეალობა დაინერგოს, რაც შეიძლება ძალიან მალე განვახორციელოთ. პოლიტიკაში იყვნენ მხოლოდ საქმის მკეთებელი ხალხი, მასშტაბურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ქვეყანაზე ზრუნავენ და აზარტი აქვთ თავისი მოღვაწეობის შედეგი ყველამ თვალნათლივ დაინახოს. ხოლო ხალხი კი პოლიტიკით ნაკლებად იყოს დაინტერესებული და მე დროს უთმობდეს საინტერესო აპოლიტიკურ, უფრო სოციალურ თემებს. ანზორ გიორგობიანი, ბატონო კახა, როგორ ფიქრობთ? რუსთავი 2 თუ ტყუის თქვენი შეხედულებებით რეგიონებიდან ჩართული ხალხი არაა გაჭირვებული? ბატონო ანზორ, მე არაერთხელ მითქვამს, რომ სოციალური ფონი საქართველოში მართლა ძიმია, მიუხედავად რამდენიმე რეფორმისა, რომელიც დავიწყეთ, მაგალითისთვის ავიღოთ დაზღვევა, ყველაზე ეფექტური და დიდი შეღავათი უამრავი ოჯახისთვის, ცლობით ნაგროვე პრობლემებს 2 წელიწადში რასაკვირველია ვერ მოვერეოდით. ცალკე აღსანიშნავია აგრეთვე, რომ განსაკუთრებული სეგმენტია ბაზრობებზე მოვაჭრე მოქალაქეები, ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული სოციალური ჯგუფი, რომელიც უკვე მერამდენე ხელისუფლების პირობებში ვაჭრობს. შესაბამისად, მათი უკმაყოფილება ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. მათი პრობლემები და სათქივარი არც ახალია და არც უჩვეულო. აი ზუსტად მაშინ იქნება ყველა მიზანი მიღწეული და ნორმალური სახელმწიფო დაგვერქმება, როცა ეს ხალხი დასაქმდება და ადამიანისთვის ღირსეულ გარემოში მოუწევთ შრომა და შემოსავლის მიღება. ამ სახის ბაზრობები და ბაზრობის ინფრასტრუქტურაც ხომძიმე პირობების მოტანილია და ეს ყველაფერი გროვდებოდა 2 ათეული წლის მანძილზე. ბოლოს კი მოდი აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ უჩვეულოა ის, რომ ტელეკამერების წინ მოსახლეობას არ ერიდება თავისი აზრის გამოხატვა და პრობლემებზე ღიად საუბრობს. შედარებისთვის გავიხსენებ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე, როცა კამერას და მიკროფონს ემალებოდა ხალხი. მოსახლეობაში იყო შიში, რომელიც უკვე დაძლეულია და ეს თვალსაჩინო პროგრესია. ვიქნები ობიექტური, მადლობა მინდა გადაუხადო ჟურნალისტებს, რომლებაც ამ უკეთესობის დანახება შეძლეს ყველასთვის. მესმის, რომ უნებურად, მაგრამ მაინც ამ ტელევიზიამაც გამოხატა პოზიტიური ინფორმაცია. შემდეგი კითხვა გახლავთ ვიკა ვაჩნაძე, რატომ არ დასაქმდა ოცნების მხარდამჭერები, რომლებმაც კონკურსი წარმატებით გაიარეს
ეკითხვა მეც მაქვს და მაინტერესებს რა ხდება ზოგადად საჭირო ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა გავცენ პასუხი თუ რა ხდება კონკრეტულად იმ ადამიანებს შორის მე არ გამოვყოფდი მაინც მხოლოდ ოცნების მხარდაჭერებს კონკრეტულად იმ პიროვნებებს ვინც გადალახა ეს გამოცდები მიიღო შესაბამისი კულები და შემდეგ არ იქნენ დანიშნული კონკრეტულ თანამდებობებზე. შემდეგი კითხვა ლიკა გელაშვილი ბატონო კახი როგორ თვლით რუსეთი ჩვენი მტერია თუ მოყვარე? პირველი რაც მინდა გითხრათ არის ის რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან მძიმე თემა. მე შემიძლია გავყო პოლიტიკურად და ეკონომიკურად. ეკონომიკური მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თქვენ იცით რომ აბაშიძე კარასინის ფორმატში ძალიან ბევრი შეხვედრა განხორციელდა და ვფიქრობ ამ შეხვედრების შედეგია ის რომ თუ დღეს ჩვენ საქართველოში წარმოებული პროდუქტების გატანა შეგვიძლია რუსეთის ბაზარზე. თუმცა არის მეორე ძალიან მძიმე თემა, ეს არის პოლიტიკური ურთიერთობები. თქვენ იცით რომ ჯერ კიდევ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გვაქვს აღდგენილი რუსეთთან. თუმცა ვფიქრობ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის დაწყება, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ვფიქრობ ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ აბაშიძე კარასინის შეხვედრების ფორმატში. მე ვფიქრობ აქ მკვეთრი ნაბიჯები არის გადასადგამი იმისთვის თუ ჩვენ გვინდა დავათმოთ და დავარეგულიროთ ურთიერთობები, მე პოლიტიკური ურთიერთობები მაქვს მხედველობაში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან რუსეთთან. რა თქმა უნდა, მოსამზადებელია ამისთვის შეხვედრები, ეს იქნება პრემიერ-მინისტრი თუ სხვა ფორმატში, თუმცა ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იქნეს გადადგმული რომ ჩვენ ურთიერთობები დავარეგულიროთ ამ ქვეყანასთან. შემდეგი კითხვა დიანა წვერავა, გაქვს თუ არა კონტაქტი ცნობილ ფეხბურთელებთან? ფეხბურთელებს რაც შეეხება, იცით რომ მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა გუნდებში მომიწია თამაში, ბოლო 12 წელი იტალიაში ვთამაშობდი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვინც დღესაც თამაშობს, ძალიან ბევრი მეგობარია, ვინც დაანება თავი საფეხბურთო მოღვაწეობას და ისინი სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს კონკრეტულ კლუბებში. რა თქმა უნდა, ისინი ჩემი მეგობრები რჩებიან დღესაც, მე ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მეგობრული და თბილი ჩემს მეგობრებთან, ვისთან ერთად გარკვეული წლები გავატარე, ძალიან ბევრ წარმატებებს მივაღწიეთ, ისინი ყოველთვის ჩემი მეგობრები დარჩებიან. კეთი აგიაშვილი, მოგესალმებით ბატონო კახი, მაინტერესებს რას აპირებს ამომავლოდ ხომ არ ფიქრობთ საკუთარი პარტიის შექმნას? პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში მუდმივ დინამიკაშია და მიმაჩნია რომ რაიმეს დაანონსება შორეული მომავლის გათვალისწინებით ვფიქრობ ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. ფაქტია რომ მე პოლიტიკაში მოვედი, რათა მონაწილეობა მივიღო ქვეყნის გაუმჯობესებაში და ამ მიზანს არ გადაუხვევ. საშუალებები და სტრატეგია ამ მიზნის განხორციელებისთვის კი მეორე ხარისხოვანია. შემდეგი კითხვა ლადო პერტახია, კახი გამარჯობა, ეს საკითხი მაქვს როგორც თბილისელი და არა როგორც ოცნების პარტიიდან მოგწონს ნარმანიას მუშაობა? როგორც თბილისელი, თბილისში მაცხოვრებელი ვიზიარებ იმ შენიშვნების გარკვეულ ობიექტურ და საფუძვლიან ნაწილს, რასაც დედაქალაქის მოსახლეობა გამოთქვამს შესაბამისი სამსახურების მიმართ. მეც მაწუხებს პარკინგი, საცობები, მწვანე საფრის მდგომარეობა და მინდა ყველა ის სურვილი, რაც გვაქვს შესრულდეს. მინდა აგრეთვე ბატონ დავითს უსურვო, რომ უამრავ წლობით ნაგროვე პრობლემას გაართვას ღირსეულად თავი და დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენი დედაქალაქი იქნება ისეთი, როგორცაც ვოცნებობდით. მიმაჩნია აგრეთვე როგორც მოქალაქეს ქალაქის მართვაში, დედაქალაქის ურბანული პრობლემების განხილვაში და დისკუსიაში პროფესიონალებისგან შემდგარი არასამთავრობო სექტორიც აქტიურად მონაწილეობდეს. როგორც პარტიის წევრი და ბატონი დათოს თანაგუნდელი მაქსიმალურად ვეცდებით მთელი გუნდი მხარში დაუდგეთ თბილისის მმართველობას, რომ კონდეს ფართო ასპარეზი და საშუალება გონივრულად მართონ დედაქალაქი. ჩვენ ვხედავთ მთელი ქალაქის მასშტაბით კონკრეტულ რაიონებში, დასახლებებში მიმდინარეობს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები და მე რა თქმა უნდა მიხარია, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ხორციელდება ჩვენ
დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დასრულდება. შეიძლება გარკვეული ნაწილისთვის ეს შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან ბევრი სამუშაოები დახვდა ბატონ ნარმანიას გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთობლივად წამოიწყეს და ერთიანად მიმდინარეობს ყველა ამ სამუშაოების და ყველა ამ პროექტების განხორციელება. შემდეგი კითხვა გიორგი მირიანაშვილი, როგორც ვიცი, კერძო კომპანიებს აქვს დაინტერესება განახორციელონ ინვესტიციები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში და რა გახდა მიზეზი, რომ ქართლის საპილოტო პროექტი EBRD-სგან მოზიდული თანხებით დაფინანსებული იყო. რაც შეეხება ამ პირველ პროექტს, ქარის 20 მეგავატიან ელექტროსადგურს, ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა აგრეგატების შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არის რამოდენიმე კომპანია, ვინც ამ აგრეგატებს აწარმოებს, რომ მათ მიიღონ, ასე რომ ვთქვათ, წილობრივი მონაწილეობა, თავიანთი საკუთარი თანხები დახარჯონ ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენ თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს პროექტი დაგვესრულებინა და შემდეგ მოგვეხდინა ამ პროექტის გასხვისება, რაც მე ვფიქრობ, ასევე ცუდი არ არის და საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ამ პროექტის მიმართ ასევე დაგეთანხმებით იმაში, რომ ძალიან დიდია ინტერესი, ზოგადად ენერგეტიკა არის ერთ-ერთი წამყვანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, სადაც ძალიან დიდი ინტერესია სხვადასხვა ინვესტორების მხრიდან, ასევე რაც ძალიან სასიხარულოა და მახარებს, ძალიან დიდია ინტერესი ადგილობრივი ბიზნესის მხრიდან. და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ყველას ერთად ძალიან დიდი წარმატებაა. პატა გიგოლაშვილი, ბატონო კახი უკვე მესამედ მოგესალმებით, უდიდესი პატივისცემით, მოგახსენეთ, რომ ცხოვრობ თეთრი წყარის რაიონ სოფელ მუხათში, მაქვს პრობლემები ენერგოპრო ჯორჯიასთანაც, რაზედაც უკვე აღვნიშნეთ ენერგეტიკის სამინისტროში. გამოგზავნილ წერილსა და თქვენს წინ მე-4-მე-5 დიალოგებში, რომლებიც თქვენს მიერ იქნა წაკითხული. ბატონო პატა, როგორც ენერგოპროდან შემატყობინეს ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტირების სამუშაოები, როგორც დღეს დილით დიალოგის ჩაწერამდე მოვიკითხე. ახალი ანძა თქვენი საკარმიდამოს გარეთ უკვე აღმართულია, სადენები გადატანილია და ამჟამად ძველი ანძის დემონტაჟის პროცესია. აქვე მინდა ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას და ვთხოვ მოსახლეობამაც მიაქციოთ ყურადღება. კანონით ენერგოკომპანიის ვალდებულება არ არის მსგავსი სამუშაოების შესრულება. კომპანია აცხადებს, რომ მათ სურდათ დაევალებოდათ დაზიანებული და ამორტიზირებული საყრდენების გამოცვლა, თუმცა თქვენ იყავით ამის წინააღმდეგი. პროექტირების პროცესში გამოიკვეთა, რომ ამ შემთხვევაში მოხდა კომპანიის სხვა პროექტთან თანხვედრა და შესაბამისად მოხდა ხაზის გადატანაც. ზამთარში შეპირებული გადატანის სამუშაოები შეფერხდა ამინდის გამო და პროექტის დასრულების ვადების გამო, თუმცა დღეს უკვე თქვენ ეს პრობლემა მოგვარებული გაქვთ. შემდეგი კითხვა მამუკა ცუხიშვილი, ადამიანურად მაინტერესებს სემეკმა გამომართლა ჯორჯიან Water and Power-ის მიერ თელასის ქვითრებიდან 2 წლის განმავლობაში ამოღებული ვიყავი. მერე ჩამსვეს ჩემი განაცხადის საფუძველზე. კითხვა ასეთია, ვისი ბრალია თელასის GVP-ს თუ ჩემი? განა შეიძლება სახელმწიფომ ასე მიატოვოს თავისი მოქალაქე და მხოლოდ მონოპოლ კომპანიებს გაუშალოს ფრთები ფიანდაზად. ბატონო მამუკა, თქვენს ბევრი ჩვენი მოქალაქის მსგავსად შეცდომაში ხართ შეყვანილი. თუ გონიათ, რომ სემეკი ვინმეს ან რამეს დაქვემდებარებაშია, ეს არის არასწორი. სემეკი არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ჩვენ კონკრეტულად ენერგეტიკის სამინისტრო. ზუსტად ისეთი მომხმარებლები ვართ, როგორც თითეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და მეორე დაზუსტება. წყალმომარაგების კომპანია ენერგეტიკის სამინისტროსთან არანაირ ბმაში არ იმყოფება. სემეკს აქვს მოქალაქეების მომსახურების სამსახური, არსებობს აგრეთვე ენერგოომბუდსმენის ოფისი, შესაბამისად უნდა მიმართოთ მათ და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანაირი პრობლემა, რაზეც თქვენ საუბრობდით, აუცილებლად იქნება ობიექტურად მოგვარებული. ილია ბაჩამუნჯიშვილი, მოგესალმები, შევეცდები ძალზე მოკლე შეკითხვა დაგისვა. გუნდის ახალმა მწვრთნელმა რომ ძველი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო და მის ტაქტიკის არ გამზიარებელი ფეხბურთელები გაუშვას გუნდიდან. დააკომპლექტოს ახალი შემადგენლობა თანამოაზრებით, უღალატო მოაზროვნე და ტექნიკური ახალგაზრდებით, რომლებიც მაქსიმუმს დადებენ მოედანზე ყოველ მატჩში. ეს აქციელი ცოდვად უნდა აღიქვას იმ გაშვებულის გულშემატკივრებმა. ბატონო ილია, გასაგებია თქვენი ალეგორია,
სამწუხაროდ პოლიტიკასაც ბევრი განიხილავს როგორც თამაშს და სხვა არაფერს. გარდა პოლიტიკაში ყოფნა, პოლიტიკურ გუნდში ყოფნა, ეს არის ერთობლივი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელებისას. ეს არის ინდივიდუალური ხედვების ჰარმონიული და საქმიანი ერთობა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის განვითარებისთვის საჭირო პროდუქტს და იდება შედეგი. როცა გუნდში რომელიმე წევრი დისონანსის შემტანია, ხდება მისი ჩანაცვლება. ატომ გონიათ, რომ ეს აჟიტირებული პროცესია. გულშემატკივარი გუნდიდან წასული ადამიანი შეიძლება იყოს მისი ოჯახის წევრი და მეგობარი. თითოეული საკადრო თუ პოლიტიკური ცვლილება მხარდამჭერების დაპირისპირების პრიზმაში არ უნდა განიხილებოდეს. მესმის ძალიან პოლიტიზირებულია გარემო, მაგრამ ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებების ასე უტრირება, ვფიქრობ, არ არის საჭირო. შემდეგი კითხვა გახლავთ ლერი დეკანოიძე 2007 წელს ავაშენებთ აწმიდის პარკი ბომბორა, მას შემდეგ სახლში ვზივარ. გთხოვთ დაინტერესეთ ჩემი პროექტებით და ნაშრომებით. მინდა ჩემი ახალი პროექტი და ნაშრომები წარმოგიდგინოთ. როგორ შევძლებთ თქვენთან შეხვედრას? ბატონო ლერი, რაც შეეხება თქვენს პროექტებს, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ რა პროექტები არის და შესაბამისად განვიხილავთ თუ ენერგეტიკული პროექტია ეს ენერგეტიკის სამინისტროში განიხილება, თუ სხვადასხვა სამინისტროების, სხვადასხვა დარგების მიმართულებით არის თქვენი პროექტები, შესაბამისად გადაეგზავნება იმ კონკრეტულ სამინისტროებს. შემდეგი კითხვა ირაკლი სარაჯიშვილი, შესაძლებელია თქვენის მეთაურობით ქართული ფეხბურთის აღორძინება, რაც შეეხება ზოგადად სპორტს და ფეხბურთს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ძალიან კარგად მესმის და მაქვს წარმოდგენა თუ რამდენად უყვართ ფეხბურთი საქართველოში. თქვენ იცით რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის არჩევნები ფეხბურთის ფედერაციის, რომელიც უახლოეს მომავალში ალბათ გახდება ცნობილი თარიღი, თუ როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ღირსეული ჯგუფი მოვა, ვინც უხელმძღვანელებს ფეხბურთის ფედერაციას, წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, კონკრეტულ პროექტს, თუ რა უნდა გაკეთდეს ფეხბურთის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ამ პროცესებში იქნება ჩართული სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. პირადად მეც დიდი სიამოვნებით ვიქნები ჩართული. თქვენ იცით, რომ პრემიერმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც ეხება ფეხბურთის განვითარებას. ამ კომისიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული, ვისაც გული შედგება ქართულ ფეხბურთზე, ფეხბურთის განვითარებაზე და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს განვახორციელებთ ამ მიმართულებით. პრემიერ-მინისტრს არაერთხელ გაუჟღერებია ის, რომ სახელმწიფო მთავრობა აუცილებლად დაეხმარება ფეხბურთის განვითარებას, ბავშვთა ფეხბურთის გაძლიერებას, იმისთვის, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. და მე გაძლევთ პირობას, რომ მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული ამ პროცესებში, რადგან გული შემდგება არსებულ სიტუაციაზე, არსებულ მდგომარეობაზე, თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში. მე უკვე მესამე წელია ვარ ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ხედავ თუ რა ხდება საქართველოში, საქართველოს ჩემპიონატში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ძალიან მძიმე ვითარება არის. მე ვფიქრობ, ამ პროცესებში აქტიურად უნდა ჩაერთოს ასევე სხვადასხვა საგამოძიებო უწყებები, რადგან ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ პიროვნებებთან, კონკრეტულ გუნდებთან და ვფიქრობ, ეს გამოძიება უნდა დაიწყოს, უნდა ჩატარდეს და შესაბამისად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ყველა ის პიროვნება, ვინც ამ სიბინძურეში არის გარეული. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ გქონდეთ იმედი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი, რადგან ყველასათვის ძალიან საყვარელი სპორტია, განვითარდეს და ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. ნელი ზურაბიანი, მოგესალმებით, მაინტერესებს გარდაბნის თბოსადგურის გაყიდვა როდის იგეგმება. გარდაბნის თბოსადგურს რაც შეეხება, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ებრაულ კომპანია პეგასუსთან და უახლოეს მომავალში გვეწოდინება თუ რას ვაპირებთ ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. გაიყიდება, დარჩება სახელმწიფოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ეს ცნობილი იქნება თქვენთვის და ასევე საზოგადოებისთვის.
შემდეგი კითხვა გიორგი კუზიბაბაშვილი, კახი გამარჯობა, როდის მიეხედება ქართულ ფეხბურთს FIFA-ს რეიტინგში უკვე უფსკულში მივექანებით ისეთმა არასაფეხბურთო ქვეყნებმა გაგვასწრეს, როგორიცაა არუბა, ლუქსემბურგი, ავღანეთი, ფარერის კუნძულები და სომხეთი. როდიდან დაიწყება ფულის ჩადება ფეხბურთში და გივარჯიშია ბატონ გუჯა კახაძესთან იქნებ მისცეთ ჩანსი დაეხმაროს თავისი პროგრამით გაჩაჩანაკებულ ქართულ ფეხბურთს. რაც შეეხება ქართულ ფეხბურთზე მე ვისაუბრე და გითხარით თუ როგორი ხედვა აქვს მთავრობას, ხელისუფლებას და გარწმუნებთ იმაში, რომ მართლა ძალიან ბევრი გაკეთდება ამ მიმართულებით, რომ ქართული ფეხბურთი აღორძინდეს და ისევ ჩაულ მოწოდების სიმაღლეზე დადგეს. შემდეგი კითხვა, კობა ხატიაშვილი, რა სიტუაცია ყაზტრანს გასთან დაკავშირებით? ყაზახები ბრუნდებიან თუ ყიდიან კომპანიას? ყაზტრანს გასთან დაკავშირებით მე რამდენჯერმე მომიხდა კომენტარის გაკეთება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მზად ვართ კომპანიამ დაუბრუნოთ ყაზახურ მხარეს. ერთადერთი გაურკვევლობა არის ფინანსებთან დაკავშირებით, დავალიანებებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, ყაზახური სახელმწიფოს მიმართ ჩვენ გვაქვს გარკვეული ვალი, თუმცა ამ კომპანიას ყაზტრანსგაზ ფინანსთა სამინისტროს მიმართ აქვს გარკვეული დავალიანებები და ბოლო ინფორმაციით ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ მოხდეს ამ კომპანიის გადაცემა ამ ვალებთან, რა თქმა უნდა, დაკავშირებითაც, რომ მოხდეს ამ ვალების განოლება. ბატონი იაშა წერს, როგორც სამტრედიელს მაინტერესებს თუ გყავთ ველოსიპედი. ველოსიპედი ეხლა ნამდვილად არ მყავს, თუმცა ბავშვობაში მყავდა და სამტრედიაში ეს იყო ერთ-ერთი გართობის წყარო, ველოსიპედის სეირნობა. ვიცი, რომ სამტრედია ძალიან პოპულარულია ველოსიპედები და ასევე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ ახლა ვიყავი ამსტერდამში, ჰოლანდიაში, სადაც მართლა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ველოსიპედი და მე ვფიქრობ, სამტრედია ნამდვილად არ ჩამოუვარდება ამსტერდამს ამ მიმართულებით. შემდეგი კითხვა, გურიკა კიკნაველიძე, როდის აპირებთ რაიონებში, კერძოდ ბაღდათის რაიონში ქართული ოცნების პარტიის ყრილობას მოგეხსენებათ ბაღდათში ოცნებას მეორე ტური დასჭირდა და ამჟამად არც თუ ისე მაღალი რეიტინგი აქვს. აპირებთ თუ არა ადგილობრივი სტრუქტურების გაზლიერებას და ისეთი ადამიანებით, რომლებსაც აქვთ რეიტინგი საზოგადოებაში, მაგრამ პარტიის მიღმა დარჩნენ. მიუხედავად ამისა, სურვილი ჰქონდათ და აქვთ თქვენთან ურთიერთობის. რაც შეეხება ზოგადად პარტიას და პარტიის მიმართულებით მუშაობას, თქვენ იცით, რომ გაჟღერებული იქნა ჩვენი მხრიდან, რომ ამ მიმართულებით ძალიან ნიშნულოვანი და საინტერესო სამუშაოები იქნებოდა განხორციელებული და ეს მართლაც დაიწყო. პარტიას ყავს ახალი აღმასრულებელი მდივანი ბატონი ირაკლი კობახიძე. ამჯერად მიმდინარეობს აღმასრულებელი მდივნის შერჩევა კონკრეტულ რაიონებში. შემდეგ დაიწყება კონფერენციები და ჩვენ უკვე სექტემბრიდან უნდა გქონდეს დასრულებული ამ მიმართულებით ყველანაირი სამუშაოები, რადგან პარტიებმა ადგილობრივ ორგანიზაციებმა რაიონებში, ქალაქებში შეძლოს უკვე გარკვეული დავალებების მიღება და მათი შესრულება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს შევხვდეთ ღირსეულად. რაც შეეხება პიროვნებებს, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს პარტიული მიმართულებით მუშაობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ისეთ ადამიანებს, ვისაც როგორც თქვენ ამბობდით, შესაბამისი რეიტინგი აქვს, სურვილი აქვს ჩვენთან ურთიერთობის, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. შემდეგი კითხვა, თამაზ მაყაშვილი, რა კრიტერიუმებით ხდება გუბერნატორების შერჩევა და ხდება თუ არა მათი საქმიანობის შეფასება? თქვენ იცით, რომ გუბერნატორის დანიშვნა ეს ხდება პირდაპირ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ეს არის პრემიერ-მინისტრის პირადი რწმუნებული რეგიონში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათი საქმიანობის შესახებ ხდება ინფორმაციის მიღება, გაწეული სამუშაოების შეფასება, ეს ჩვეულებრივი პროცესი და ჩვეულებრივი მიმდინარე მოვლენაა. რაც შეეხება შემდეგ კითხვას, ნანა ცერცვაძე, ბატონო კახა, როდის დაიწყება ხუდონხესის მშენებლობა? ხუდონხეს რაც შეეხება, ჩვენ არაერთხელ გვითქვამთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტი. ვფიქრობ, ძალიან მალე უკვე საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი, ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან და ვფიქრობ, 1 ივლისს უკვე მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს და თუ რა იქნება, როგორ იქნება სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტში, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი
იქნება ცნობილი. მე აქვე მინდა შევეხო ერთ ძალიან სენსიტიურ თემას ამ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ადგილობრივი მოსახლეობის თემა. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მძიმე თემა ამ პროექტის განხორციელებისთვის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ეს ამ პროექტის განხორციელება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ენერგეტიკის დარგისთვის, ენერგეტიკის სამინისტროსთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი დღისთვის. და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველავი ერთად ვიამაყებთ ამ პროექტით ძალიან მალე, როგორც დღეს ვამაყობთ მაგალითად ენგურხესით. გიორგი კინწურაშვილი, ბატონო კახი ვარ პარტიის წევრი და ერთი თვის წინ განცხადებით მიმართე პარტიის აღმასრულებელ მდივანს, რომ მოეცათ ცნობა, რომ ნამდვილად ვარ წევრი და დღემდე არ მოუწიათ. რატომ არ მაძლევენ ცნობას, შეგიძლიათ მიპასუხოთ? გიორგი, მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ასევე შემოსული პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დღეს მიმდინარეობს გადახარისხება, ეს ყველაფერი იქნება ელექტრონულად აღიჭურება ეს ყველაფერი, აღირიცხება ეს ყველაფერი. რაც შეეხება თქვენს განცხადებას, მე აუცილებლად მოვიკითხავ. უბრალოდ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი ელექტრონული აღრიცხვასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგაწვით პასუხს თქვენ კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებით. აი ეს იყო სულ ის კითხვები, რომელიც იყო თქვენს მიერ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უპასუხე ყველა იმ შეკითხვას, ყველა იმ საინტერესო, რომელიც თქვენს მიერ იყო წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, არის ძალიან საინტერესო ფორმატი ეს, რასაც ჩვენ უკვე მეშვიდედ ვაკეთებთ. მე აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებ თქვენთან ურთიერთობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ ამ ჩართულობაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ღიად საუბრობთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს თითოეულ თქვენთაგანს, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მე ვფიქრობ, ეს არის სწორი ფორმატი, რომ ჩვენ ერთმანეთს ღიად ვესაუბროთ და არა ენის მოჩლექით იმ არსებულ პრობლემებზე, რომელიც თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს აწუხებს. ჩვენ შესაბამისად, რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ეს პრობლემა ეტაპობრივად იქნეს მოგვარებული. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს და გისურვოთ წარმატებები. ძალიან მალე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.